აი გოგა დამეთანხმა, მაგრამ თვითონ არის სპეციალისტი ამერიკული ლიტერატურის, რომ აი ეს მარკ ტვენი ჯობია ინგლისურად წაიკითხო. რა თქმა უნდა, ყველა ავტორი ჯობია თავის ენაზე წაიკითხო. მარკ ტვენი განსაკუთრებით, იმიტომ რომ აი ამ ნაწარმოებში იყენებს 6 დიალექტს, 6 განსხვავებულ დიალექტს და რომ კითხო ძალიან ხალასია. ქართულში ერთნაირადაა ყველაფერი, ასე თარგმნელისთვის ძნელია, ხა შეუძლებელია ქართულად ის სხვადასხვა დიალექტები ამერიკაში მაშინდელი არსებული ქართულ ენაზე გამოხატო. წარმოუდგენელი ამოცანაა, მაგრამ აი 6 დიალექტი თვითონ სხვადასხვა სამყაროებში გატარებს მარკ ტვენი აი ამ მოგზაურობის დროს. თავიდან ჩაფიქრებული იყო თვითონ აი ტომ სოიერის გაგრძელება, ჰეკბერი ფინი ტომ სოიერის მეგობრის თავგადასავალდა. ეს უფრო ისეთია რაღაცა კომერციული სვლა იყო მარკ ტვენისგან. ეს წიგნი არ ქონდა ჩაფიქრებული კომერციული წიგნი პრინციპში. მთავარი უფრო დიდი სათქმელია, ვიდრე უბრალოდ რაც ტომ სოიერი მას გასართობი უფრო იყო და აქ ძალიან დიდი სათქმელი არის, განსხვავებით ტომ სოიერისგან. აქ არის სიღრმისეული დანახვა იმ რასიული პრობლემების და არა მარტო რასიული პრობლემების, რასიული პრობლემა არის უფრო დიდი პრობლემის ერთ-ერთი გამოვლინება, ადამიანობის პრობლემის. აი სხვა ადამიანში სრულფასოვანი ადამიანის დანახვა, ხო, შეიძლება ჯგუფი რაღაცა გარიყო და ნაკლებ ადამიანად წარმოაჩინო. აქ კონკრეტულად შავკანიანებზეა ლაპარაკი, მაგრამ შეიძლება ზოგადადაც იფიქრო ამაზე, რა. ეს ის პერიოდია, როცა წარმოგიდგენთ შავკანიანებს ეგზალებათ წიგნის კითხვის სწავლაც კი. აი სიკვდილით ისჯებოდა ზოგ ადგილას თუ ისწავლიდა ბავშვად პლანტაციაში შავკანიანი ზანგი მონა წიგნის კითხვას. აქაც ჩანს გახსოვთ ეს ჰაკის მამა რო ხედავს რომ ვიღაცა ჩამოვიდა ეს პორტფელი კოსტიუმში ჩასმულიო ზანგი არა მულატიო, მაგრამ როგორ ის გაბღენძილი იყო, განათლებულიო, ჩამოვიდაო სხვა შტატინო, სად არის, რა არის ჩვენის ეს თავრობაო, როგორ არიჭერს ეგეთებს, რატო არ დაიჭერენ და რატო არ გაყიდიან მონათო. ანუ რახან შავკანიანი ხარ, უკვე გულისხმობს რომ შენ ნაკლებად ადამიანი ხარ. სხვა ის უფლებები არ აქვს, რაც სხვა ადამიანებს აქვს, რასაც ხედავ სრულ რაღაც ადამიანობას სხვაში, მაშინ სრულ ადამიანობას ვერ ხედავ. აი ასეთ სიტუაცია იყო და რა თქმა უნდა იყვნენ ამერიკაში ქრისტიანი თვითონ ბიბლიიდან გამომდინარე ხო კითხულობენ ამერიკელები ბიბლიას ინტენსიურად ეს ძალიან რელიგიური საზოგადოებაა. დღესაც ამერიკა საკმაოდ რელიგიური საზოგადოებაა, მithumetes მაშინ. და ბიბლიაში ხა ჩანს რომ ზოგადკაცობრიული აზრი ადამიანზე რომ ყველა ადამიანი ღვთისშვილია, ეს იდეები არის ბიბლიაში. და ამიტომ გამოდიოდნენ ამერიკაში ეს ცეცხლოვანი მქადაგებლები, აბოლიციონისტები, რომ არ შეიძლება ესეთი რაღაცა ჩაგრო ადამიანის მონების ყოლა, უნდა გაათავისუფლო. კლავდენ ასეთ მქადაგებლებს, ხა მღვდლებს კლავდენ უბრალოდ რომ ესეთი იდეებისთვის. აი მარკ ტვენის ეს ნაწარმოები სასულიერო პირი არ არის, ბავშვის ისტორიას გადმოსცემს, მაგრამ არანაკლებ ძლიერი იყო, ვიდრე მოწამე მღვდლების, ვინც აი ამ ასეთი მონათმფლობელობის წინააღმდეგ და ადამიანის ფაქტიურად დამცირების წინააღმდეგ იბრძოდნენ ასე ღიად და ცეცხლოვნად. ეს აჩვენებს ამას, აი როგორც გითხარით, პირველ საუბარში სახის მეტყველებითად. ანუ verba movent exempla trahunt, ანუ სიტყვები ამოძრავენ, მაგალითები მიათრევენ. აქ დანახვინებული აქვს ეს მაგალითების მეშვეობით. პატარა ბავშვი ყვება თავის ისტორიას. ჰეკბერი ფინი ყვება თავის თავგადასავალს. თავიდან ეს რა არის, ტომ სოიერთან როგორ ერთობიან, როგორ შექმნიან რაც ყაჩაღების ორგანიზაციას, ფიცს დადებენ, რომ სისხლით უნდა მოაწერონ ამას ხელი. და ეს ტომ სოიერი, ვის გაგონებთ ტომ სოიერი? შარშამის იყავით ამ კურსზე, ვის გაგონებთ ტომ სოიერი, რომ ყოველთვის აკეთებს წიგნების მიხედვით. ამ ყაჩაღურ საზოგადოებაზე წიგნების მიხედვით აკეთებს, ფიცი ასე უნდა დაიდოს, ამ სიტყვებით უნდა მოხდეს ყველაფერი, ეს უნდა გავძარცვოთ, ესენი უნდა დატყვევებული ყავდეს მთელი ცხოვრებით. გამოსასყიდი მივიღოთ, არის ან გამოსასყიდი რა არის საერთოდ. ხო, რაღაცა წიგნების მიხედვით, იქცევა წიგნების მიხედვით დაწყობს ამ ორგანიზაციას. ვის გავს? ვინ იქცევა წიგნების მიხედვით? ჩარჩენ გავიარეთ ეს გვირი. ყველაფერს წესების მიხედვით უნდა გავაკეთო და არადეკვატურად რო იქცევა სულ. სასილო ისტორიებში რო ვარდება. რა თქმა უნდა, დონ კიხოტი. აი, ტომ სოიერი არის უბრალოდ დონ კიხოტი აქ. და თვითონ ნახსენებიცაა დონ კიხოტი, რომ იქ ესე ხდება, ხო? ანუ დონ კიხოტური ტიპია და ასეთი ვითარებაა რა. მაგრამ საინტერესო რა არის, მიუხედავად რომ ამათი წესებით ყველა უნდა დახოცონ ეს მოღალატე და ოჯახებიანად გაწყვიტონ და თუ დაიჭერენ აუცილებლად მოკლან ეს ყაჩაღობის დროს უბრალოდ ქურდები კი არიან, ყაჩაღები არიან, ყველაფერი, მაგრამ ის იციან რომ წესიერად უნდა დაიცვან. ტომ სოიერმა თუმეტეს ისო წესიერად უნდა დაიცვას. თუ სანთელი აიღო საიდანღაც
იქ მე 2 ცენტიანი უნდა დადოს იქ, საიდან სანთელი აიღო. ვითომ მოიპარმა, არ მოუპარია, ხო, იცის რომ მოპარო არ შეიძლება. ანუ ღმად გამჯდარი აქვს რაღაც ეს ბიბლიური წესიერება სულსა და ძვალ რბილში როგორც იტყვიან რა. ჰეკი უფრო თავისუფალია. ჰეკი შეუძლია იფიქროს ვისეს ხო რაღაცა. თავში მამაჩემი უნდა შეიძლება ისეს ხო. უფრო დაბალი ფენაა ჰეკი, ტომი უფრო კარგად გაზრდილია. ამიტომ ჰეკი რაღაც შედარებით თავისუფალია. თქოს უფრო ღია არის რაღაცა ცუღლუტობებისთვის უფრო მეტად ვიდრე ტომი. ხო, ну, ცუდი სიტუაცია აქვს. ჰეკს ვერ იტანს ვერც ქრუთან არის კარგად, ვერც მის უოტსონთან. იმიტომ რომ ბიბლიას ასწავლიან, უჩიჩინებენ რა წესიერებას ასწავლიან და ამათი წესიერება ამას არ ესმის. ისე აუწერა მის უოტსონმა სამოთხე, რომ ერთი ოცნებობდა რომ ნეტავი იქ არ მოხდეო რა. ტომ სოიერი მოხდებაო სამოთხეში და ამ დაფიქრეს ტომ სოიერი არო. კიდე კაიო. გახარებულია ხა. ანუ რაღაცა უხსნის სამოთხეს ძალიან ის მატერიალური ფორმებით, რაღაც რეალური რელიგიის მოწინავე კი არა ჰეკი, მლოცველის მოწინავე. რასაც ხედავს რა, ფარისეულობასაც ხედავს და რა რაღაცა როგორ თქვა მას მატერიალისტური თუ მარტივი გაგება ბიბლიის ამ საფრთხურჯულის ამას უყურებს რაღაცა ესეთი კრიტიკული თვალით. არ მიყვება ამას, ხო რაღაც ცრუწმენა და ბიბლია მისთვის არეულია ერთმანეთში, ალუფხულია რაღაც ერთმანეთში. ძალიან საინტერესოა რომ პრობლემა ჰაკს აქვს რა რომ მამამისი არის, მამამისი არის მოძალადე ეს ლოთი ცემს მას თან რომ ჩამოვიდა ნახა რომ ჰაკი სკოლაში დადის და წესიერება უნდა ჰაკს ეზიაროს ამ კულტურას რაღაცა გახდეს წერა-კითხვა იცოდეს სკოლაში იაროს წესიერი იყოს ნელა ერგება ამას მაგრამ მამამისი უშლის ამას ხელს და გამოათრევს იქიდან თქოს ცუდი არის ეს მაგრამ რაღაც ამბავში მე კარგიც აღმოჩნდება მამამისი ცუდი კაცია კი ბატონო ლოთი ძალადოს მასე მაგრამ რაღაცებს აწვეთებს რაღაცა ყველაფერს უც არ ეუნება აი მაგ ერთი ფრაზა რაც დავამახსოვრე რომ მამამისმა გააყოლა ჰაკს არის რომ თაღლითებს არ შეეწინააღდეგო. მიუშვი რა იყვნენ, ეგენიც იყვნენ რა რაღაცა მობიერი იყავი, გაანებე თავი, შენი საბრძოლი ისინი არ არიან. რაღაც ამდაგვარი ეს გაყოლილი აქვს საკს რაღაცას, რომ კაი ეს არის კასტა ხალხის და რა ჩემი საქმე, ნუ თავის ცხოვრება აქვს. მე უნდა დავიცვა, მისგან თავი უნდა დავიცვა, კი ბატონო, მაგრამ ის თავისთვის არის. მე არ უნდა უჩხიკინო მათ რაღაცა თავისუფლება რაღაც თავისუფლება იყოს ამ ხალხისთვისაც. ჩემი საქმე არ არის მათი თაღლითური გზა. შენთან არ ახარ თაღლითი, არ ახარ თაღლითი, დაიცავი თავი თაღლითიდან, დაიცავი თავი თაღლითიდან, მაგრამ ეგეთები უნდა მიუშვაო. ხო, ძალიან საინტერესოა. მე იძაბება ეს გამოათრევს ჰაკს ეს მამა ამ ცივილიზებულ სამყაროს და ქოხში წაიღოს. ეს საინტერესოა, რომ აი ცივილიზაციას მოგლიჯავს ძალით. ხო, თქვი რომ ცუდია თითქოს ეს და ჰაკი როგორც ცუდს ისე აღიქოს ამას, მაგრამ მეორე მხრივ რაღაცნაირად მოწონს კიდეც ეს რომ სული მქონდა შეხუთულიო ეგ ტანსაცმლის ეს ჩაიცვი რაღაცა წესიერად იყავი რაღაცა და ეხა თავისუფლად არის უფრო რაღაცით მოწონს ის რომ მამისმა გამოგლიჯა ამ ცივილიზაციას რომელშიც შეიძლება კარგიც მოხდა მის ამ ცივილიზაციით ბოლომდე არ დაიმუხტა ასე ვთქვა და ბოლომდე მისი ცნობიერება ამ ცივილიზაციამ არ განსაზღვრა იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდება ეს ცივილიზაცია არც ისე კარგი ყოფილა არც ისე ყველაფერში კარგი ყოფილა ყოველ შემთხვევაში არა და აქ არის შემდეგ ჰაკის მიერ სიკვდილის ინსცენირება ხო სიკვდილის ინსცენირება კი ბატონო მოიგონებს ტომ სოიერიც კი ამაყებდა ჩემითო ისე კარგად მოიგონე ყველაფერი თმებს მოიგლიჯავს ან ნაჯახს დაარტყავს ან თმებს სისხლს მოასხავს ღორის სისხლს იქ ნავს დამალავს და რა საინტერესო რიცის რომ უნდა გაიქცეს მამის უნდა გაიქცეს არ შეიძლება მამისთან დარჩეს და თანდათანობით ამზადებს თავის თავისუფლებას ჯერ ნავს დამალავს მე გეგმავს აი ეს თითოეული ჩვენგანისაა საინტერესო. აი თითოეული ჩვენგანი რაღაც ამბავში არის ჰაკის მდგომარეობაში. ანუ თითოეული ჩვენგანს რაღაც არ მოწონს თავის ცხოვრებაში და ერთბაშად მისგან გათავისუფლება არ შეგიძლია. დაუშვათ, არ ვიცი, შენ გინდა სადღაც მიგიღონ რაღაცა პროფესია გინდა დაეუფლო და იქ იქნები თავისუფალი იმ პროფესიაში, მაგრამ იცი რომ აი იქ არ გიღებენ თუ რაღაცა დონეზე არიცი მაგალითად ენა. გერმანული ან რაღაც და შენ თანდათანობით სწავლობ ამ ენას, რომ ამ აძლიერებ ამ კუნთს, რომ მე მომზადდე და მე ძლიერად შეხვიდე იქ და დაიკავო ის ადგილი, სადაც შენი პროფესია
გესახება რომ ის უნდა იყოს. მაგრამ ერთბაშად არ იქნება, ანუ თანდათანობით უნდა მოამზადო. შენი თავისუფლება თანდათანობით მოამზადე. აი დაახლოებით ასეთ რაღაც აკეთებს, აგერო თანდათანობით ამზადებს თავის თავისუფლებას. დამახლავს მამისისგანაც იმ ნავს. არავის არ ეუნება. აი ეგეთი რაღაცა. შენ რომ ხედავ რა არის შენი თავისუფლება, რა არის შენი ბედნიერება, არავის არ უთხრა, არც მეგობარს არ უთხრა. დაიტოვე შენთვის და ის თავისუფლების და ბედნიერების ის კუნთი შენ თვითონ განავითარე სრულ იდუმალებაში. საიდუმლოდ შენთვის. ყველამ დაინახოს, ახლო მეგობარმაც დაინახოს ეს, როცა უკვე გათავისუფლდი, როცა უკვე ბედნიერი იქნები, როცა გამოხატავ ამას. აი სულ მახსენდება, ვიღაცამ Google-ის ბუდეს გადაუფრინე, რომ ეს წევს ამას და ვერ აწევს და ხელს შეიქნევს ბოლოში, ხო, ეს Mac Murphy გახსოვთ ის, რომ უნდა აწიოს ეს ხელსაბანი, ეს კუბი და რომ ვერ აწევს და ის ინდიელი თითქოს ბოლოში აწევს ამას, არა, ის ამზადებს ამ კუნთს, რითიც უნდა გათავისუფლდეს. აი ესე მოამზადე შენი თავისუფლება, ჰაკიც ამას აკეთებს. და მე ინსცენირება, კულმინაციაა მხოლოდ მისი გაქცევის, თორემ მანამდე ყველაფერი მომზადებული ქონდა. და აი ეს სიკვდილის ინსცენირება რაღაც ამბავში არის მართლა სიკვდილი. გაგაგებით, რომ ჰაკი კვდება ძველი ცხოვრებისთვის. რაც სიმბოლური დატვირთვა, აი ფიზიკური მომენტი არის, მაგრამ ამ ფიზიკურ მომენტს რეალური სიმბოლური დატვირთვაც აქვს. თითქოს აი დინარეში უნდა გავიდეს რა, რაღაც მოინათლოს თითქოს ახალი ჰაკი დაიბადოს ამ დინარეში. მიდის დინარეში, თითქოს მისისიპი არის იორდანე. რაც აი ახალი ცნობიერება უნდა ჩამოყალიბდეს, რაც გაცილდეს ყველაფერი, რაც მანამდე იყო, გაცილდეს და მე ის ჯიმიც გამოჩნდება იქ გაქცეული ესანგი, ერთად არიან ტიუზე. აი ტიუზე არიან და დინარეზე არიან. ეს ძალიან საინტერესოა. ანუ მათ შორის იქნება რაღაც სივრცე, რომელიც არ არის ის სივრცე, რაც გარეთ არის. ცივილიზაციაში, ქალაქებში, რომელსაც ჩაულიან ხოლმე. იქ სხვა ურთიერთობებია, მაგრამ ტიუზე ამათთან არის სრულიად აი გახსნილი ურთიერთობები. ის არის მარტო ჯიმი და ჰაკი. და ერთმანეთთან არიან აი ადამიანურ ურთიერთობებში. თან საინტერესოა, სად უნდა გათავისუფლდეს ჯიმი, შეიძლება აქაც არის გარკვეული სიმბოლო კაიროში. ანუ კაირო ხო ეგვიპტეს გამოხატავს, აი თქოს ეგვიპტეში გაქცევა. წმინდა ოჯახის ეგვიპტეში გაქცევა, რომ რაღაცა გაცილდნენ რაღაც ბოროტებას, არა? ამიტომ აი ტიუზე სრულიად სხვანაირი ურთიერთობები ყალიბდება ჰაკსა და ჯიმს შორის. ვინ არის ჯიმი? ჯიმი არის მონა. და ჰაკის წარმოდგენაში, როგორც ჩვეულებრივად ამერიკელი იმდროინდელი თეთრი ობივატელის წარმოდგენაში, მონა არის საკუთრება. მონა არ არის სრულყოფილი ადამიანი, ის საკუთრება, ის მას არ აქვს არანაირი უფლება. გაქცეული თუ არის, ის დამნაშავე. და შენ თუ გაქცეულ მონასთან ხარ და არ დაასმინე ის, შენს თანადამნაშავე გამოდიხარ და სირცხვილი არის შენთვის. ნუ ეს ამას აკეთებს სირცხვილი და არა მარტო სირცხვილი, სინდისმაც უნდა დაგქეჯნოს ამას რო აკეთებ. ხო, ძალიან საინტერესოა ეს რაღაცებს ვიგებთ აი ადამიანის ფსიქოლოგიაზე. გახსოვთ ერთმანეთი, ჰაკმა რა უყო თავის $6,000, რომელიც აქვს და რომელიც ტომ სოიერთან ერთად რომ აღმოაჩინეს და ის ფული მდიდარია ჰაკი, ხო? რა უქნათ ჰაკმა $6,000. მოსამართლეს გადასცა, ხო? ანუ ფორმალურად გაუფორმა მოსამართლეს. მოსამართლესია ეს ფული? არ არის მოსამართლე, ისევ ჰაკისაა. მაგრამ მოსამართლემ გაუგო ჰაკსო. რატო გადასცა ფორმალურად მოსამართლეს ეს ფული? ხო, იმიტომ რომ არ ხო, მამისთან თავისაცავად კი არა. არ დაჭირდეს ტყუილის თქმა. ანუ ფორმალურად ტყუილის თქმა არ დაჭირდეს. მამის რო ტყვის სადაა ფული მომეცი? არა მაქვს ფული, კაპიკიც არა მაქვს. და ეს იქნება სწორი. იმიტომ ფორმალურად სწორი იქნება, მისი ფული აღარ არის ფორმალურად. აი ძალიან საინტერესოა ეს მომენტი, რომ ჩვენც ხანდახან არის რომ გეხამუშება ტყუილის თქმა და მე რაღაცა ისე გააკეთო, ტყუილი არ არის, მაგრამ ფორმალურად ტყუილი არ არის, მაგრამ ტყუილი კი არის, მაგრამ ფორმალურად ტყუილი არ არის. გახსოვთ უძინართამზეში რო არის, რომ სად იპოვეს ფული? აი ქვის ქვეშ იყო, გამივდივარ და ნახე მიპოვე, მართლა ეგრე იყო, ხო? ქვის ქვეშ აღმოაჩინა, მაგრამ სინოში მე თვითონ ჩადო და მაგრამ ფორმალურად ხო ტყუილი არ უთქავს. საინტერესო ფენომენია, რომ ტყუილი ისეთი მძიმე რამეა, რომ მაინც ფორმალურადაც გეხამუშება რო თქვა. ამიტომ მამის ისე გააკეთა, რომ მე არ მაქვს ფული. დაიცვა, ასე თქვა, თავისთავად ტყუილის თქმისაგან და ეს ფულიც გადაარჩინა. ხო, აი ტიუზე ვლაპარაკობ, ტიუში იქმნება რაღაც ახალი ურთიერთობა, თეთრსა და შავს შორის. კი ბატონო, გარეთაც არის ვარიანტი, რომ შენ შეიძლება მობიერი იყო შავკანიანი მონის მიმართ, იქ ჩანს ის გოგოების რო შეხვდება ბოლოში, არა?
აი ეს ჰერცოგი და მეფე რო ატყვევენ გოგონებს. იმ გოგონებს ძალიან უყვართ ეს თავიანთი მონები და განიცდიან მათთვის რომ უნდა დააცილონ ერთმანეთს, ტირიან რა ეს რა უქნეს ჩვენს მონებს როგორ გადაასახლებენ ახლა სადღაც და სამუდამოდ დააშორებენ ოჯახის წევრებს ერთმანეთს და არიან ეგეთი მობიერე, მაგრამ მაინც თუ ხარ შენ ამ ცივილიზაციაში რაღაცნაირად სტატუს კვოს იღებ როგორც ეგრეც უნდა იყოს. ანუ კი ბატონო მე მობიერი ვარ, მაგრამ ის მაინც მონაა, ბოლომდე ადამიანი მაინც არ არის. ამ სტატუს quo მიღებული მაქვს რა. ეს სტატუს quo ძვალებილში მაქვს, გამიჟდა ისე ვერც კი ვხედავ რამე განსხვავებას სტატუს quo-სა და ის როგორც უნდა იყოს სამყარო. სამყარო უნდა იყოს ისე როგორც ეს სტატუს quo არის. მათ შორის აი ხინჯს ვერ ხედავ. მღვდლებიც კი ვერ ხედავენ ამას. ეს ბოლოში მღვდელი რო არის, ძალიან კაი კაცია, მაგრამ მისვა ჯიმი არის უბრალოდ მონა. შეუძლია ჩაკეტილი ყავდეს ასე და დაელოდოს, როდის გაყიდის, მე კარგფასად უფრო სხვა მონათლობელს დაელოდოს, როცა კარგფასად გაყიდის. ის ხო დაბეჭდავს ეს ჰერცოგი $200 ღირსო და მგონია რომ მართალია ეს პოსტერი რა. ხო, აი ესეთ სიტუაციაში ტივი იქნება, ტივი არის ის გარემო, სადაც შეიძლება სრულიად ახალი რაღაცა დაიბადოს. ახალი ურთიერთობითი ფორმები. და ეს ხდება ისე რომ მარტო ამას გაჩვენებს რაღაცა უცნაურად თქოს პატარა ბავშვის ცნობიერებაში რა ხდება ისე. ჩაგახედავს მის გულში და განახებს აი ესეთი რევოლუციური ძვრები შეიძლება დაარქვათ, რევოლუციური სოფხედელური ძვრები ხდება პატარა ბავშვის ენით, პატარა ბავშვის გულში. მაგალითად ეს ფიქრობს ამ ჯიმზე როგორ გაიქცა, როგორ ახლა და მიატოვა მასაც ხო უყარს თავისი ოჯახი, ამაზე ფიქრობს, მე ჯიმი ისეთ რაღაცებს უყვება, რაც აქამდე არ გაუგია ჰაკს. მაგალითად უნდა აი რა უქენიო ჩემ პატარა გოგოსო ყმაყურა ქონდაო თუ ქუნთრუშა აღარ მახსოვს და მე ვეუნებიო კარები დაკეტეო ვეუნებიო და არაფერს არ მეუნე გაღიმებული მიყურებსო მე კიდე გავუმერო კიდე რა ასე აღარ მიყავს ხო ერთი შემოუცხეო სილაო და ცრემლებამდე მივიყვანეო და მე უყურებოდა ეს მიყურებს ცრემლიანი თვალებით და უკან კარი მოჯახუნდაო და არაფერი რეაქცია არ გაუკეთებია და მე მივხვდი რომ თურმე დაყრობებულაო საერთოდ და მე კიდე ასეთი რაღაცა გაუკეთეო და ამას იხსენებს და მისთვის არის რაღაც საშინელი მოგონება ამ ჯიმისთვის და ჰაკი ხდება რომ რა განსხვავება აქვს ამასაც იგივე სიღრმე აქვს განცდების რაც ნებისმიერ ჩვენგანს აქვს და რა განსხვავება ამასა და ჩვენ შორის რა თეთრ შორის ხო ამაში არა მთავარი რა სიღრმე გაქვს განცდების როგორ რა ვიცი როგორი ცნობიერება გაქვს ინდისი როგორ გაქვს სასწაულ რაღაცებია იქ ბიბლიის გამარტებაში რო არის ეს ჯიმსაც არა კაი საქმეა ბიბლიასთან ეს ვერ გავიგებოს ბიბლია რა ეს სოლომონია ესაო ასე წარმოგიდგენია რა ასაკეთებს აი ეს მონეტა რო აიღო ეხლა ჩვენი მონეტა რო აიღო და $1 გავჭრათო შუაზეო და ერთი შენ დაგჭირს მეორე რამე ფასი ექნება არაო ხო და წარმოგიდგენია ის ამას ბავშვზე აკეთებდა რომ გაგლეჯდა ბავშვი და სინამდვილეში ხო მთელი ბავშვი ჭირდებოდა და ის კიდე გლეჯდა ბავშვი მაგრამ მე მივხვდი რა საქმეა იმიტომ ეს სულერმანიო ინგლისურად სულერმანი წერია ვერც გამოთხოვს კარგად სოლომონსკი ეს სულერმანიო წაიკითხე რამდენი ცოლი ყავდა ნუ 700 ცოლი ყავდა ბიბლიის მიხედვით მაგრამ იქ მილიონი ცოლი ყავდა რამდენი ბავშვი ეყოლებოდა ხო წარმოგიდგენიაო ხო და მისთვის ფასეული არ იყო ეს ბავშვიო გინდა ერთი გაგლიჯო გინდა 10 გაგლიჯო იმდენ რამდენი დარბოდენო გარშემო ვერც არჩევდა ალბათ იმათო ხო და რაც ეგეთი საინტერესო ურთიერთობა ყალიბდება მისსა და ჯიმის შორის და ჰაკი როგორც ტომ სოიერის მეგობარი აშაყირებს ამ ჯიმს მაგრა აშაყირებს ჯიმი ცრუმორწმუნეა გონია რომ რაღაცა სულებს ხედავს და რაღაცა იმოგზაურა სულებთან ერთად მთელი ამები და ნისლში რომ მოხდებიან მე ჰაკი იპოვის ისევ ჯიმს და ჯიმს ზინავს უკვე რომ გაიხუძებს ეთქვის რომ ჰაკ სად იყავი როგორ მიხარეო ხედავ ისევ და მართლა გულწრფელი სიხარული აქვს ჩაიხუტებს როგორც შულს ეძახის და რა გიხარეო რა გჭირსო და როგორ კაცო გეძებდიო ამ მთელი ღამე შენ ზემნაში ვიყავიო სად არ ვიარეო ნისშიო გიძახთიო დაგესინძრა ეთქო ვაიმე ეს როგორ დამესინძრაო და მოკლედ განიცდის ხა ასეთი ნატურალისტური სიზმარი როგორ ნახავ და როგორ ვერ გაარჩია ერთმანეთსაგან და თან განიცდის ხა ეს კიდე შეიძლება მსგავსი რამე დამემართოს და მე ჰაკიეთოს აი ეს რა არისო ეგ ტივზეო და რო ნახავს ნაგავი არ დაყრილი რაღაცა ეგ ნაგავი არისო და საერთოდ ეგეთები არიანო ეს ცუდი მეგობრებიო ეგეთი ნაგავივით არიანო და ძალიან ეწყინება მართლა ამ ჯიმს და საინტერესო დილემა რის წინაშეც არის ჰაკი რა გააკეთოს ახლა მოუხადოს ბოდიში თუ არ მოუხადოს ბოდიში
რატო არ უნდა მოუხადოს ბოდიში? იმიტომ რომ ზანგი მონაა რა. როგორ შეიძლება მე თეთრმა სხვა დონის ადამიანმა მოუხადო შავკანიან მონას ბოდიში, რომ ჩემი დამცირება, სტატუსის დამცირება, მათო ჩემ თავს კი არ დავამცირებ ამითი. ჰაკს, არამედ მე ხო ჩემი კლასის სახელით გამოდივარ, მე ხო თეთრკანიანების სახელით გამოდივარ, მე თეთრკანიანების წარმომადგენელი უნდა ბოდიში მოუხადო ჯიმს. რატო უნდა მოუხადო ბოდიში? ხო რაღაცა სირცხვილია ეს ჩემთვის და ფიქრობ მოუხადო თუ არ მოუხადო ბოდიში, მაგრამ მე ფიქრობ რომ ასე ხო უყვარ ვარ, ხო მართლა ვაწყენინე. ხო ელის შემგან ალბათ რაღაც რეაქციას, ხო ჩვენ ხო მეგობრები ვართ, არა, მეგობარს მეძახის. და 15 წუთი ფიქრობს და ადგილად მოუხდის ბოდიშს. ხო რა, აი რაღაცა ეგეთი რაღაცები ხდება ამ ტიპზე. შემთხვევითი მომენტები არა, რა ვთქვი რომ ნათლობა რა არის, რომ რაც გამოდის ძველი ცნობიერებიდან და ახალ ცნობიერებაზე გადადის. რაღაცნაირად ამიტომ მისისიპი იორდანეს მსგავსი არის და ეს ტივი არის ის სივრცე, სადაც ეს რაღაცა შეიძლება მოხდეს. ცივილიზაციაში რომ დარჩენილიყვნენ ორივენი, იმდენი თვალი ექნებოდათ მოშვერილი მათზე საზოგადოებისგან, რომ ამას ვერ შეძლებდნენ. ახლა ტივზე არავინ არ არის. ჰაკი რო ყოფილიყო დაუშვათ ქალაქში, გარშემო სხვა თეთრკანიანები იტრიალებენ სხვა მეგობრები და შეიძლება მათ წინაშე უფრო შერცხვენოდა, კიდევ უფრო შერცხვენოდა, არ გააკეთებინა ეს რაც გააკეთა. აქ ეს გავსი არაფერი არა, თქოს დაბრკოლებაც არ არის, რომ რაღაცა ექსპერიმენტი ჩაატაროს, რაღაც ახალ განცდებს, ახალ ფიქრებს მისცემს გასაკანი. აი ტივი ამიტომ ესეთი რაღაცაა, ესეთი სივრცეა. იყო ერთი წინაკ სოკრატელი ფილოსოფოსი, ანახრესისი, ბერძენი ფილოსოფოსი და მეკითხებოდნენ რა არისო, ვინ არის ისო, ვინცო არც ცოცხალი, არც მკვდარიო და პასუხობდა ადამიანი ზღვაშიო, ზღვაში გასული ადამიანიო. როგორც რას გულისხმობს ეს ზღვაში გასული ადამიანი? ერთი განმარტებით ის არის, რომ მაშინ არც ტელეფონი არ იყო, არც მობილური არ იყო, არც არაფერი, არც რადიო და რაღაცა, ანახრესისი როცა წერდა ამას, რომ წავიდა ადამიანი ზღვაში, რა იცი, მოკვდა, არ მოკვდა, ცოცხალი, არა ცოცხალი, არ ვიცი, ცოცხალია, იქნებ, მკვდარია, იქნებ, არ ცოცხალი, არც მკვდარი, ამ გაგებით. მეორეს მხრივ, ესეთი ადამიანი არ ცოცხალი, არც მკვდარი, იმიტომ რომ რასაც სიცოცხლეს უწოდებთ, ის ხდება სოციუმში. ჩემი სიცოცხლე არის ჩემი სოციუმი, ოჯახი, სამსახური, ხალხი რომ მეგობრები რომელშიც ტრიალებ, ესაა სიცოცხლე. ზღვაში თუ არ გასული, ეს არაფერი აღარ არის უკვე. ანუ მე ცოცხალი აღარა ვარ. მაგრამ მკვდარიც არ ვარ, იმიტომ თოკები ხო ამაქვს და იალქნებს ხო უშლიდან, ნიშნავს ხო უსვა, ანუ არც მკვდარი ვარ, არც ცოცხალი. მაგრამ სიმბოლო ფილოსოფოსის არის ეს, რომ ფილოსოფოსი უნდა იყოს მზად, რომ თავის კონტექსტს რაღაცნაირად აიგლიჯოს საკუთარი თავი, თავისი კონტექსტისაგან და დაუსვას ამ კონტექსტს გარედან შეკითხვა, რომ სწორია ყველაფერი იმ სიცოცხლეში, რაში მე ვცხოვრობდი, ანუ თვითონ სიცოცხლეს დაუსვას შეკითხვა, იმ თელ ამ ატმოსფეროს, რომელშიც იყო. ამიტომ არც ცოცხალი, არც მკვდარი. ანუ იმ სივრცეშია, სადაც შემიძლია რაღაც ახალიც კი შევქნა. კრიტიკული თვალით შევაფასო ის ყველაფერი, სადაც ვიყავი. სხვანაირად ვერ შევაფასებდი ამას კრიტიკული თვალით. ეხლა კი შემიძლია უკვე. აი ჰაკის შემთხვევაში ეს ნაჩვენები არის, როგორ თქვა, ძალიან ის ბავშვური ცხოვრებისეულ მომენტებში და ბრძოლაში ერთფაშად კი არა აქ ეს ხედვა რა, აი თან ებძვის საკუთარ მოუხადო ბოდიში თუ არ მოუხადო ბოდიში, აი მოუხდი ბოდიშს. იმიტომ ასე უფრო კარგად ვიგრძნობ მასთან თავს. ის ჩემი მეგობარი არის, მას მე უყვარ ვარ, ის არ მიყურებს როგორც ბატონს, მიყურებს როგორც შვილს, გულწრფელად გაუხარდა, როცა მე დამინახა. მე კიდე ასე ცუდად მოვეკეცი. ნახეთ? ორი პრინციპი ეჯახება ერთმანეთს. ერთი სირცხვილი. მე მრცხვენია, რომ მას ახლა ბოდიში მოუხადო თეთრკანიანმა. და მეორე არის უფრო ღრმა პრინციპი, რასაც არ შეიძლება დავარქვათ ამ უფრო ღრმა პრინციპს. რაც ზნეობრივი განცდა შეიძლება დაარქვა. აი, კი არ მოუხდი ბოდიშს. დავიცავ ჩემ თეთრების ამ ღირსებას და როგორ უნდა მოუხადოს თეთრმა შავს ბოდიში, მაგრამ უფრო შევწუხდები, რაღაცა შემაწუხებ შინაგანად. მოდი რა, ჯობია შემწხვეს, ვიდრე აი იმ წუხილს უფრო ვერ გაუძლებ, ვიდრე ჯობია შემწხვეს. ამიტომ უხდი ბოდიშს. ბატონო? ეს ხო ეს მე, მაგრამ მანამდე არის საინტერესო, რომ როცა მიცურავს ერთ-ერთი ქალაქისკენ, ნავი შეხვდებოდ, ის მენავები ეძებენ გაქცეულ ზანგებს. ერთი 5 ზანგი გაიქცავდა. იქ ვინა ყავსო. ხო და ეს უკვე ფიქრობს, რომ მე ცუდ საქმეს ვაკეთებ, ჯიმი უნდა უთხრა იქ ქალაქში, გაქცეული ზანგი ჩემთან არისო და ხო მე ხო ცუდად ვიქცევი, ანუ რაღაც თითქოს იმ ტივს გაურბის რაღაცნაირად და ქალაქისკენ მიდის, აი ღალატისკენ მიდის და რაღაცნაირად ქალაქი ღალატი. კარგად დაემთხვა ერთმანეთს, ხო? ქალაქისკენ მიდის
რომ თქვას რომ მე ხო ცივილიზაციის ნაწილი ვარ, რა შვები, რაღაც სადაც დაუკრეფავში მივდივარ, ვეხმარები მონას გაქცევაში, ცუდად ვექცევი სხვა ადამიანებს. თელამ ჩვენს კულტურას, რა ვიცი, ცივილიზაციას, წესებს, კანონებს და ესე რომ მოვა ეს ნავი, ვინ არის იქ შენ ტივზე? თან საინტერესოა რომ ჯიმი ბოლომდე არ არენდობა ჰაკს, იმიტომ გააყოლებს სიტყვას ჰაკ, შენ ხარ ჩემი უერთგულესი მეგობარი და ერთადერთი ადამიანი, ვისაც მე ვენდობი, რამდენჯერმე ეტყვის ამას, იმიტომ რომ მაინც ფიქრობს, ბავშვია მაინც რა იცი რა აქვს თავში და გააყოლებს ამ სიტყვებს რა და ჰაკს ეს სიტყვები აქვს აკიდებული, როგორც სინდისის კენჭნა, რომ უნდა რომ ჩაუშვას, ასე ვთქვათ, მაგრამ ვერ შვება და კაი, მაინც ვიტყვი რომ ვინ არის ნავზე და ვინ არის და თეთრია. ვინა მაინც ნახოთ. ხო, მამა ჩემია, კიდე კარგი თქვენ მაინც ნახავთ იმას, იმიტომ რომ სხვა მაგრამ სხვა ყველა მოარი გვითხრა ნახვაზე. ხო, გავგვრეთ რა ჭირს მამა შენს. არ გეტყვით რაღაცა. და მე ეგრევე ყველაზე ცუდი რაც შეიძლება წარმოედგინოთ, მაშინ ყვავილი ჭირს, ესე იგი რაც ეპიდემია, ვაიმე და იცი რა, ჩვენ კაი ხალხი ვართ, მაგრამ ესეთი წმინდანებიც არ ვართ, ამიტომ შენ აგერო $20, იმანაც მეორანაც $20 მისცა, იქ დაგიდებ და უშველე მამა შენს ადი ქალაქში, მაგრამ თვითონ არ შეიწუხებენ თავს. და ამას ყველაფერს ჯიმი უსმენს და არა მარტო არ ჩაუშვებს, არამედ დაიცავს კიდეც ტყვილით და რაც შედევრალური ტყვილით რა მოიფიქრებს ძალიან კარგ რაღაცას, რომ ვერც კი მივლენ იმ ნავზე. და რომ დაბრუნდება მე ჯიმი ხედავ ჯიმი მე ამ შემთხვევაში უსმენდა ამ ყველაფერს. და ჯიმი ბოლომდე არ ენდობოდა ჰაკს იმ მომენტში. და ფიქრობდა რომ შენ თუ ეთყოდი ჩემზე რაღაცა და თუ დააპირებ აქ მოსვლასო, მე ვაპირებდი გაცურვას ნაპირისკენ. ხო რაღაცა აი ერთბაშად კი არ ხდება ეს ჯიმის გამოცვლა და ჯიმის ახალცნობიერებაზე დადგომა, არა? თანდათანობით გრადაციებით ცივილიზაციის ხმა მაშინ მოქმედებს, მაგრამ ამ დროს მაშინ იწყებს მოქმედებას ახალი რაღაცა განცდები, ხო? მე ეხლა რომ ჯიმი დავასმინო, რა მოხდება მე? მოხდება ის, რომ მას დაიჭერენ, დასჯიან, გადაასახლებენ უბრალოდ შორს თავის ოჯახიდან, ვერას ვერ ნახავს თავის ოჯახს. ეხლა ჯიმი რო წავიდეს და გათავისუფლდეს, კი ეს დანაშაულია, მაგრამ ის მე აპირებს თავის ოჯახის წევრების გათავისუფლებას, გამოსყიდვას, მე ერთად იქნებიან, ბედნიერები იქნებიან. მე ამ წესიერების დაცვით მოვსპობ ამ ადამიანის ბედნიერებას, ამ ადამიანს მოვსპობ. ამიტომ კი მე უწესოდ კი ვიქცევი, მაგრამ სხვაგან მოგცევა არ შემიძლია. უფრო შევწუხდები, რომ წესიერად მოვიქცე და კანონის მიხედვით გაქცეული ზანგი ჩავაბარო სამართალდამცავებს თუ ინც იქნება, ხო? აი მის მერე არის. გრძელდება ეს ოდისეა, სად მოხდებიან თუ გახსოვთ აი აღარ მახსოვს გვარები რო არის შოფილდები და ეს ფეოდალური დაპირისპირება აქვს ერთმანეთს ორ გვარს. რაღაცა გვარი არის, ხო? რენჩფორდები და შეფერცონები. კი, როგორ? რენჩფორდები და შეფერცონები, ხო? მოხდება ამათთან და ბიჭი არის 13 წლის. ყველაფრით კარგი ბიჭია, ისეთ ცელკი ტომ სოიერის გუნდში ჩასვავდა მშვენივრად ამბავს. ერთ-ერთი დამახინჯებული ცნობიერება აქვს თავისი ამ კლასისგან, კასტისგან, ბაბუამისგან, მამამისგან მოწამლულია, რომ იცის რომ შეუძლია უნდა მოკლას აუცილებლად ეს შეფერცონები. თან მოკლას როგორ ფლიდურად ჩაუსავდეთ ბუჩქიდან ესროლოს და ქუჩი გაარტყავს, ხო? ერთად შეფერცონდა, რომ მოვა სახში აუცხრამლება თვალები ქალებსაც ეკან სიამაყით, ხო? ეგრე ერთი შულმაინც გავზარდა ვეფხვებთან მეომარია, შეფერცონებთან მეომარია, რაც ამდაგვარი განსით. თიკოს აი სუბუქი ისტორია, მაგრამ მე საშინლად თავდება, 13 წლის ბავშვს კლავენ მე. და ჰაკი ხდება ბატონ? მე მგონი ხო? და ჰაკი ხედავს რომ საშინელება არის. ესე ის რაღაცა წესების ქვეშ არიან, რომელიც წესების ამახინჯებს ადამიანს და სპობს მის ცხოვრებას. კი, მაგრამ რატო კლავ გძულსო? არა კაცო, არ გძულსო. აბა რატო მოსისხლეობა გაქვს? ეგ რაღა არისო. რომ პლანეტიდან ჩამოფრინდი, როგორ არის მოსისხლეობა რა? მის მოსისხლეობა არის აი ჩვეულებრივი რაც როგორც უნდა შედგებოდეს ცხოვრება. უამისოდ არ არსებობს ცხოვრება, ჩვეულებრივი ამბავი. აქაც არის აი ტივის მნიშვნელობა, რომ იპოვის თუ არა, ჯიმს სწრაფად წავიდეთ აქედან, ტივით გავშორდეთ ამათ, აი ცოდვა არის რაღაცა ჩაბუდებული იმ საზოგადოებაში. სხვა საინტერესო არის, რომ ესეუნება ის მოხუციკაციაში გამოედევნაო და მე უმწეო მოკლავ, ხდალი იყო და ესეუნება ეს ბაკი ეუნება, რომ არაფერი ხდალი არ ყოფილა, რეალურად ხდალი არ იყო. უბრალოდ სისასტიკია გამეფებული. ხდალი არც შეფერცონებს ვინც ის ხდალები არიან, არიან ხდალები ისინი არ არიან. არც არიან ხდალები, მეომრები არიან, კი ბატონო, ვაჟკაცები არიან, მაგრამ ეს ვაჟკაცობა რაღაცა
ტვინმობრეცილად არის იმ საზოგადოებაში ვაჟკაცობაც კი რაღაც დამახინჯებულად არის, იმიტომ რომ სისასტიკის კონტექსტში არის და ისე რომ ეს ბავშვიც რაღაცა ასეთ ვითარებაში ვარდება, რომ ბოლოსი კვდება და ამას გაურბის საკი, რომ რაღაცა ცუდი არის. ის მთლიანობა, საიდანაც მე ვარ, იქაც არ არის ყველაფერი ნორმალური. მე აქამდე სანამ შეფერცონების ამათ ფიუდ როგორ არის დაპირისპირებას ამ გვაროვნულ დაპირის შუღლს ნახავდი. მანამდე მეც არ უსვავდი შეკითხვას ჩემს ცივილიზაციას. იქ მეგონა ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც უნდა იყოს. ბიბლიურად აგებული და ყველაფერი. აქ ვნახე, რომ არის მოდელი ცივილიზაციის, რომელიც თავისთავად არასწორი არის. და იქნებ ჩემთანაც არ არის ყველაფერი სწორი. იქნებ მეც უნდა რაღაცა გავმიჯნო წესიერება, სიკეთე ცივილიზაციური ნორმებისაგან, რომელიც შეიძლება არ ასახავდეს იმ წესიერებას და სიკეთეს. და პირიქით უპირისპირდებოდაც კიდეც მას. აი რაღაცა შეიძლება ეს როლიც აქვს, აი ჰაკის ამ ოდისეაში ამათ რო გადააწყდება ამ დაპირისპირებულ ადამიანებს. სხვაფრით ყველაფრით ნორმალური ხალხი არის ხო რაღაცა განათლებულები, კულტურულები, რა ვიცი, ფაქიზი განცდებიც აქვს თქვის ერთმანეთის მიმართ, სტუმართ მოყვარეები არიან ყველაფერი, მაგრამ აი ეს გადაულახავი რაღაც ის აქვს, წესი რომ ერთმანეთი უნდა ხოცონ. შემდეგ არის ეს თაღლითების ისტორია, ძალიან სასაცილო, ძალიან კარგად იკითხება, არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ენაზე შეიძლება ისეთი გამოხატველი არ იყოს მაინც როგორც ორიგინალში, მაგრამ გვერდი არ გავა რომ არ გაგეცინოს. ისეთი დასკვნები გამოაქვს, რომ მაგალითად ისელ მობიერად მომეპყრო, რომ იფიქრეო, რომ მომავალშიც სიამოვნებით მოვატყუებდი ამას, რომ იგივე მობიერება სინამდვილეში უნდა თქვას, რომ მომავალში არონს არ მოვატყუებდი, მაგრამ კიდე მოვატყუებდი, რომ იგივე მსგავსი მობიერება მიიღო მისგან. რაღაც ამდენგვარ ისეთი დასკვნები აქვს ბავშვები და ძალიან სასაცილო. ხო და ის თაღლითები მოვლენ მათთან, ერთი აღმოჩნდება ვითომ მეფე, მეორე ჰერცოგი, შექსპირის მონოლოგი რო ახსოვს და აურევს ერთმანეთში ყველაფერს სხვადასხვა შექსპირის ნაწარმოებებს. და რა ხდება მერე და საინტერესო რა არის რომ მერე ეს ყველაფერში კოჩს უგორებს ამ თაღლითებს. ნუ პატარა ბავშვი ხარ როგორ დაუპირისპირდება ისინი, მაგრამ როცა ეს თაღლითები ძალიან დიდ თაღლითობას ჩაიდენენ და ხედავს რომ პატიოსანი გოგოები შეიძლება დარჩენ მემკვიდრეობის გარეშე, მერე უკვე ჩათვლის ხა ვალდებული არის ამ თაღლითებზე უთხრას ამ გოგოს. ანუ საჩოთი რო არ თქოს უნდა ჩაუშვას, არა? ამის შედეგად მათ ელით რა იცი რა შეიძლება მოელოდეთ, არა? შეიძლება ლინჩისების გასამართლება. მაგრამ ამ რისკსაც მიდის, იმიტომ რომ ხედავს ძალიან დიდი უმსგავსობა ხდება. ძალიან დიდი ტყვილი და დატოვება გოგოების უმწეოდ. ამიტომ რაღაც აი ეს წესიერება მოქმედებს მაშინ რომ აი რა გააკეთოს ეს თუ ის და რთული მორალური დილემა არის. ამ დილემას წყვეცას რომ უნდა უთხრა. არ შეიძლება ეს ტყვილმა აი ასე გაიპარპაშოს. თითქოს ისე იქცევა რომ როგორც მამამისმა არ უთხრა. ნუ ჩაერავია თაღლითების ცხოვრებაში, მაგრამ ეხლა თვითონ ხდება რომ თუ არ ჩაერია, უფრო ცუდი რაღაცა მოხდება. თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას. ძალიან რთულ პასუხისმგებლობას. მერე გიხარია რაღაცა თვითონაც გაუხარდება რაღაცნაირად რომ ის თაღლითებს არ გაასამართლებენ ლინჩისტებს და გამოიქცევენ ისინიც. და თუ გახსოვთ ბოლოში რომ იგებს ეს თაღლითები უნდა შეიძლება დაიჭირონ და ლინჩისტებს გაასამართლონ გარბის რო გადაარჩინოს. ანუ არა აქვს ის როგორ თქვა, არა აქვს ჰაკს რაღაცა დაჟის მენტალობა, რა, ძველი აღქმის მენტალობა არა, ახალი აღქმის მენტალობა. ძველი აღქმის მენტალობაში არა, რომ ბოროტ მოქმედი და დაისაჯოს, ღმერთი არის დამსჯელი. და აქ არის რაღაცა ეს თითქოს განათებული არის ეს დაჟის ლოგიკა, პატიების ლოგიკა და მობიერების ლოგიკა და ჰაკს გული შეტკივა, რომ რა უბედურებაა, რა სასტიკია ადამიანი, რომ ასე შეუულიათ მოეპყრონ სხვა ადამიანებს. მკვლელებსაც კი არ უნდა მოეპყრო ასე და ფიქრობს ერთად გასო. ხო შეიძლება მეც გავხდები მკვლელიო და მე ხო არ მომინდებოდაო რომ ასე მომპყრობოდნენო. იქაც როცა უნდა თავისი მეგობრის მოკლა ორ მკვლელს ფაქტიურად ხო ქურდებს, ყაჩაღებს. ერთმანეთს გაიგებს საკიმათ ლაპარაკს რომ უნდა თავის მეგობრის მოკლა. მეც მაგას ფიქრობდი ერთი ვითომ არ უნდა ერთად სინოში მასაც უნდა და ეგრე იმის თანასწორად არ ევნებოდა. ჰაკი გადაარჩენს იმათ, იმიტომ რომ ნავს წაართოს, მაგრამ მე რო არ ჩაიძირონ ეს სამივენი, ეუნება ნაპირზე ვიღაც რომ აი იქ რაღაცა ხდება და გადაარჩინოთ ისინი. ანუ რაღაცა აქვს ეს ძალიან ქრისტიანული იდეა ეს, რომ
სამართალს აღემატება მოწყალება. აი აქ ბავშვურ გულში აქვს ეს ჩადებული, რომ კი ის თაღლითია, მკვლელია, ცუდია რაღაც, მაგრამ არ უნდა დასაჯო ბოლომდე, არ უნდა გაიმეტო ბოლომდე, აი გამეტებელი ბოლომდე არა, პირიქით რაღაც გაუხარდება, რომ ის გადარჩეს. და შენს გიხარია რაღაცნაირად, შენს ავტორთან ერთად გიხარია, რომ იქ რომ სასაფლაოზე რომ აიყვანეს და ეს ფული ნახეს და ყველა ფულს დახარბდა, მე ფულის სანახავ წავიდა და ამიტომ გაუშვებენ ესენი გამოიქცევიან, აქ ისე არ იყოს, რომ მოვლენ ტივთან გიხარია, რომ ესენი მოვიდნენ ტივთან. თქოს აი თავისუფლება, მობიერება, თავისუფლება უფრო მაღლაც კიდგას, ვიდრე ეს ხისტი დაჟჯა. თუმცა იმ ერთ მომენტში, როცა ჰაკი ხედავს, რომ გადააჭარბეს, ზედმეტ იქნეს, ძალიან ცუდად მოიქცნენ. ადამიანის მოდგმა შეგაძულებდაო ეს მეფე ვინც აცხადებს თავს, ისე იქცეოდაო, აი იმ მომენტში ჩათვალა რომ უნდა უთხრა ამ გოგოს, იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი დაჩაგვრა სიმართლის. ფასეულობების რაღაცა აწონდაწონვა ამ ნაწარმოებში. რა არის თავარი ჯიმისთვის, რომ გაიქცეს, არა? კი ბატონო. თავისუფლება მისთვის თავარი. ქაიროში მისვა როგორც აღთქმული ქვეყანაა მისთვის. მაგრამ როცა ტომს უჭირს და ექიმი მოვა და ვაიმე მარტო ამას ვერაფერს ვერ უზამ. ვიღაცა მჭირდება დამხმარე. ეგრევე გამოვა. გამოვა რას ნიშნავს, რომ ეგრევე გამოვა და მას მერე ისევ დაიჭერენ. ანუ თავისუფლება დიდი ფასეულობა კი ბატონო, მაგრამ ჩემ გვერდ ადამიანი თუ იღუპება და მე შემიძლია გადარჩენა და თავისუფლების სახელით არ გადავარჩინე. მერე საწავიღო ის თავისუფლება. ვიქნები თავისუფალი და მე დამქენჯნის სინდისი მთელი ცხოვრება და იმის იქითაც კიდე რომ ადამიანი არ გადავარჩინე. ანუ თან ის ადამიანი ვინც მიყვარს. ანუ სიყვარული, მოვალეობა ადამიანი გადაარჩინო და თავისუფლება. აი ამ აწონდაწონვაში ჯიმმა ის ტომი გადაარჩინოს უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე თავისი გათავისუფლება, ხო? კი ბატონო. ამ შემთხვევაში შენარქო შინაგან თავისუფლებას გარკვეულ მორალურ სიმყუდროეს, არა, რაღაცა იმ განცდას, რომ რაღაც არ დაგიშავებია. შინაგან სიმშვიდეს რაღაცა, ზნეობრივ სიმშვიდეს. ხო, როგორ იქნება, ხო, შინაგანი თავისუფლების დაკარგვა ამ ყუდროების და ამ სიმშვიდის დაკარგვა არის, ხო? შეიძლება დაფიქრდე ამაზე, აი მათ ეს სახარებაში რო არის, თუ ადამიანი თავის სულს დააზიანებს, მთელი სოფლიოს რო შეიძინოსო, რა სარგებლობა არისო და აქაც კაი გათავისუფლდი, შეგიძლია 1000 რამით იმართლო თავი, გავთავისუფლდი თეთრებისაგან, ეს ტომიც იმის ნაწილი იყო, იმათი establishment-ის ბოლო-ბოლო, ეგეც მჩაგრავდა ბოლო-ბოლო და კაი კი მიყვარდა, მაგრამ მე რა ძაღლსაც უყვარს თავის პატრონი და რაღაცა და სრული უფლება მქონდა, ეგრეც მიყურებდნენ რომ ძაღლებს ეს თეთრები და სრული უფლება მქონდა რომ პირიქით აი კარგათაც კი მოვიქეცი რომ არ გამოვედი და გავითავისუფლე თავი. არა, ჯიმი ესე არ ფიქრობს. ჯიმი ფიქრობს, კაი, დამაპატიმრონ კიდე, რაც გინდა ის მიგრა, მაგრამ მე ხა ტომი რო არ გადავარჩინო, მე ვეღარ ვიცოცხლებ. საინტერესო ტყუილები არის, აი, ჰეგბერი ფინი ამბობს ტყუილებს პანტაპუნტით. თქოს არ უნდა, ნახე, ტყუილებს ამბობს პანტაპუნტით, მაგრამ ყველა ეს ტყუილი არის რაღაცა ჰომეროსის ოდისეა. ან ჰომეროსის ილიადაშიც არის, მაგრამ ოდისეაში უფრო მეტად. ოდისევსი ხან ამას ამბობს თავის თავზე, ხან იმას, ხან ამათ მოაჩვენებს. ყველა ისტორია დამაჯერებელია ძალიან. და ეს ჰაკიც ამ დამაჯერებელ ისტორიას ყველა თავის თავზე. კარგად იგონებს თავის თავზე ამ ისტორიას, მაგრამ ეს უწყინარი არის. უწყინარი ტყუილებია, იმიტომ რომ ყველაფერი ჯდება რაღაც კარგ მიზანში, კარგ საბოლოო მიზანში. კარგი საბოლოო მიზანი ანათლებს აი ამ ტყუილის რომ არ თქვას ეს ტყუილი უარესი მოხდება. სიმართლე რო ილაპარაკოს, უარესი მოხდება. მაგალითად რომ ზუსტად რო უთხრას იმ თაღლითებს, რომ იცის სად არის ჯიმი და იმის გასთავისუფლებლად მივა, ვეღარ გაათავისუფლებს ჯიმს. ის შეიძლება რაღაცა დააბრკოლოს, რაღაცა უქნას. ამიტომ იგონებს იმ ტყუილებს, რაც აუცილებელია უკეთესი სიკეთე რომ მოხდეს. მაგრამ როცა კი ეს აღარ არის ასე, მაშინ უკვე ის ტყუილი ბოროტი ტყუილი ხდება, ცუდი ტყუილი ხდება. ამიტომ იმ გოგოს აღარ ატყუებს უკვე. და უნდა აი ეს ბოლომდე გეტყვი ყველაფერს და პირველი ყველაზე ძნელი სათქმელი რაც იყო გოგოსთვის, პირველ რიგში გეტყვი ამასო, აი ლოდივით დადე, ისინი არიან თაღლითები. და ამის მერე მოაყოლებს ყველაფერს, ასე და ასე, ასე და ასე. იცის რომ ტყუილი არის გამოსავალი რაღაცა, ამ გაგებით კარგი ტყუილი, იმიტომ რომ საბოლოო მიზანი რატომაც ამ ტყუილს ამბობს, საბოლოო მიზანი კარგი აქვს, იმიტომ რომ ეს ჯიმი უნდა გაათავისუფლოს, ხო? ჯიმის გათავისუფლება ჭირდება ეს ტყუილი. უარესი მოხდება ტყუილი რო არ თქვას, ჯიმს დაიჭერენ მაშინ. აი ოდისეაშიც ეგეთი რაღაცებია. ოდისეაში მეღორეთ უნდა მოაჩვენოს თავი რომ ეგრევე რომ გაუცხადდეს ტელემაქეს არ იქნება სწორი. ამიტომ ჯერ რაღაცები უნდა გაიაროს და მე ერთ ქალაქში რომ ჩავლენ, იქ არის საინტერესო მომენტი. ვიღაც ლოთი, საწყალი კაცია, რომელიც რომ დალევს, აგინებს ყველას და ყველაფერს. ამ შემთხვევაში ერთ-ერთ წარმოსადეგამ
ამ ქალაქის არისტოკრატია რაღაცა, რომელიც ბარში არის, სადაც სალონში თუ ბარში შესული და ეს უკანასკნელი სიტყვა დაგინებს, თვრალია, აი შენ მოსაკლავად მოვედი რაღაცა და გამოვა ის და მშვიდად ეთყვის რომ ამის უფლება გაქვსო 2 თუ 3 საათამდეო, მე შენ თავს დააბრალე რაც მოგივაო. ჩუმად ეთყვის და შევა. ეს აგძელებს ამ ყველაფერს და ხალხი ხვდება რომ დაძაბულია სიტუაცია, იმან უთხრა რეალურად ეს სიტყვა. რაც უთხრა, იმის გამკეთებელი არის და ეს აგრძელებს. და შულს დაუძახებენ, მარტო ქალიშვილი აჩერებს ხოლმე, ეგება იმან გააჩეროს, ანუ კი სასაცილოა ეს ყველაფერი, მაგრამ უკვე სასაცილო მთლად აღარ არის, იმიტომ რომ რაღაცა სიტყვა ჩააგდო იმან და ის არის ამ სიტყვის დამცველი. ანუ თუ თქვა ეგრე სიტყვა და მე არ შეასრულა, ვიკო თავის რეპუტაცია ელახება იმ კაცს, ეგეთი კაცია რა. ამიტომ ეს ქალაქიც გზნობს ამას. ეს ბოქსი ქვია, ხო ამ ტიპს ამ ლოტს და მე მივა ისევ ამ ადგილას გამოდის ეს შვიდად ეუბნება ბოქს გამოიხედე აქეთ გამოიხედავს ასე ცივ სისხლიანად მოკლავს მივარდება ეს ქალიშვილი რაღაცა საწყარის ბოქსი კვდება ბიბლიას დაადებენ გულზე და ნუ საძაგელი სისასტიკია ჩადენილი და ეს ხალხი მე იკრიბება ეს ამ ქალაქის ხალხი და ღირსია რომ გავასამართლოთ ლინჩის კანონით ეს კაცი და მივლენ კაცი რა მოხდება გამოდის ეს კაცი, ეს ბრბომის ლინჩის გასამართლება და გამოდის თopit ეუბნება, ვერაფერს ვერ მიზამთ. თქვენ არა გაქვთ ის შნორო მე რამე დამიშავოთ. უცებ გზნობ რომ რაღაც გრავიტაცია არის ასე განაწილებული რომ აქ მთელი ქალაქი არის. ამ მთელი ქალაქი არ არის ისეთი წონიანი როგორც ეს კაცი. იმიტომ ის კაცი არის რაღაცა მომკვლელი არის. აქვს თopit და მართლა მოკლავს. და თქვენ ისიც კი ვერ გაგიბედავთ რომ მე მომკლავთო. თქვენ რომ მართლა ლინჩისების გამსამართლებლები იყოთო, ღამე მოხვიდოდითო, უფრო სხვანაირადო და თქვენ შორის არც ერთი არა ვინც თავის თავზე პასუხისმგებლობას აიღებსო რომ მე მომკლასო. ეგეთები ხართო ყველანიო. ჩილოელებიო სამხრეთელი ტიპია რა. ჩილოელები ეგეთები ხართო. მოსამართლეებიცო ლმობიერები არიანო და არჟიანო სიკვდილითო. სინამდვილეში იმიტომ კი არა ლმობიერები არიანო. იმიტომ რომ ეშინიათო რომ დაშეძენ სიკვდილითო, მე მათ მეგობრები მათ მოკლავენო. ამიტომ თავიანთ ამ იმასო რა თავიანთ სიმხდალეს ლმობიერებას არ ქმევენო. ანუ ნერვების მოშლილი კაცი არის. ვერ იტან ამ ადამიანს სასტიკი დამპალი კაცია რა მოკლა უბედური ადამიანი ლოთი მოკლა მეორეს კი ცუდი ამას ორი აზრი არ არის მეორეს ხედავ რომ რაღაცა ღირსება აქვს რაღაცა წონა აქვს რაღაც გრავიტაცია აქვს რომელიც ხებს არ აქვს და აბათ გელაპარაკება ეს პასაჟი იმაზე რომ რატო უნდა კონდეს ბოროტის გრავიტაცია კეთილს უნდა კონდეს გრავიტაცია შენ თუ კეთილი ხარ მინდა შენ სიკეთეს გრავიტაცია მიეცი მინდა შენ სიკეთეს წონა მიეცი აიყავი ეგეთივე იყავი წონიანი ოღონდ კეთილი იყავი არ იყო ეგეთი სასტიკი ამჟამად შეხედავ რომ მას ეს რაღაცა გრავიტაცია აქვს პიროვნული მეტი ვიდრე ყველა დანარჩენს უცნაური პასაჟი არის ნერვების მოშლელი საკმაოდ აი საინტერესო აი კულმინაციური მომენტი არის როცა ამ ჯიმს გაყიდიან ეს მეფე და ჰერცოგი $40 სწრაფად უნდა გავყიდოთ და გონიათ რომ ეს პოსტერისაც $200 წერია ნამდვილია ვინც იყიდია პასტორი იყიდის, პასტორის პრობლემა არ არის ყიდვის როგორც ხარით. იყო ეგეთი მომენტი, რომ ბიბლიის ინტერპრეტაციაც კი ქონდათ ისეთი, რომ მონათლობელობა გაემართლებინათ. მაგალითად, სემი და ქამის ისტორია გაგიგიათ, ხო, ეს რომ ნოე რო დათვრება და რომ გადარჩება ეს გემი, ეს ყიდობანი ხალხი გადარჩება, ნოე დათვრება. და ჩამოვარდება ეს გადასაფარებელი და შიშველია. ორი შვილი ყავს, სემი და ქამი. ქამი დასცინებს. სემი კიდე აიღებს ამ გადასაფარველს გადააფარებს. რომ გაიღვიძებს ნოე დაწყევლის ქამს და დალოცავს სემს და ეტყვის აი ქამის თამოვლები მოგემსახურებიან სემს შენ. და იყვნენ პასტორები რომლებიც ამბობდნენ რომ ქამის თამოვლები არიან შავკანიანები და სემის თამოვლები არიან თეთრები. ამიტომ ბიბლიურად გარანტირებულია და დაცულია ის რომ შავები აწნამარიც და უკუნით უკუნისავდნენ და ემსახურებოდნენ თეთრებს. და ვინც პირიქით იტყვის ის ბიბლიის მოწინააღმდეგეა. ვინც იტყვის თანასწორები არიან შავები და თეთრები, ის თვითონ წმინდა წერილს ეწინააღმდეგება. აი ესეთი განმარტებებიც კი გქონდა. ახაც ხედავ რომ მღვდელს მიყავს ძალიან კარგ პიროვნებასთან ეს მღვდელი მშვენიერი პიროვნება არის. ცოტა დაბნეული, დაბდურა რაღაც ეგეთი ტიპია, მაგრამ ნუ კაი კაცია, სტუმართ მოყარია, ამ ტომსაც ჰექსაც მიიღებს, მე სიდათ რო გაასაღებს ტომს, იმასაც მიიღებს გულუხვად ყველაფერი. კაი მეოჯახე. უფასოდ ქადაგებს იქ ეკლესიაში, მაგრამ ამას მაინც უყურებს როგორც მონას, რომელიც უნდა გაყიდოს. ამ ვერ ხედავს განსხვავებას ბიბლიას, ბიბლიურ შეგონებებსა და ბიბლიურ ცნობიერებასა და მონათლობელობას შორის. მათთვის ეს ორივე ერთად ძალიან კარგად თავსდება. რა კავშირში არის შავკანიანები
კამთან არაფერ კავშირი არ არის, სპეციალური ინტერპრეტაცია შენ რომ მოარგო ბიბლია იმ სოციალურ ვითარებას რომელშიც ხარ და დაიცვა მონათლებელური წესწყობილება. კაცშვილმა არის ის ერთი კარგი უნდა დაუსვა შეკითხვა იმ პასტორს რომელიც ასეთ გამარტებას აკეთებს. მოიცა, შენ პროტესტანტი ხარ, არა პროტესტანტები არ არიან? პროტესტანტი თუ ხარ, ვის თეოლოგიას მიყვები? ვის თეოლოგიას და პროტესტანტიზმი მოდის კალვინიდან, არა? კალვინი, ლუთერი, უფრო ეს პურიტანიზმი უფრო კალვინისგან არის. და კალვინი ვის მიყვებოდა? ავგუსტინეს. ავგუსტინე სადაური იყო, აფრიკელი, შავკანიანი იყო, ხო? ანუ შენი თეოლოგიის ფუძემდებელი შავკანიანი იყო და შენ როგორ ხარ შავკანიანების წინააღმდეგი? ხო რა, სისულელე არის რა მოკლედ. ხო, მაგრამ მე ამ შემთხვევაში რა არის? ამ შემთხვევაში არის რომ ბიბლიის მოთვინიერება არის. ბიბლია კი არ განათლებს შენ. უკვე არის მანკიერი საზოგადოებრივი წყობა, რომელსაც მე რომლის ტყვევაში აქცევ თვითონ წმინდა წერილს. ამიტომ არის ეს პასტორები ვერ ხედავენ რომ არის რაღაც წინააღმდეგობა იმაში, რასაც ქადაგებენ, ასწავლიან. მე-17 თავს კითხულობდიო ეს ამბობს საქმე მოციქულთაც მე-17 თავს კითხულობდიო. საქმე მოციქულთაც მე-17 თავში წერია ის რაც როგორც უნდა მოიქცეს ეს მღვდელი რომ ღმერთი ყველასი არის და ყველას გულს ელაპარაკება და მთელი კაცობრიობა ერთი მოდგმისგან შექმნა. ამას კითხულობ მე-17 თავში. მაშინ რატო ყიდი ამ ჯიმს? ხო, ამ შემთხვევაში არის საქმე მოციქულთაც ესე ჯიბეში კოვზი რატომ იდევს და ბიბლია უნდა ჩამედო, ეხაც მახსოვს საქმე მოციქულთაც მე-17 თავს კითხულობდი, აი პავლე რო რას ელაპარაკობდა ათენში, რომ ყველანი ერთი მოდგმისა ვართ ადამიანები და ყველა ღმერთი თანაბარ. ხო, ამას თუ კითხულობ, მაშინ ჯიმს რატო ყიდი? მაგაშია საქმე რა. მარტო ის თელი მიზანდასახულობა ისა რა შოროს რომ არაფრით განსხვავებული ჯიმიც ისეთივე 100%-იანი რაღაცა განცდები აქვს როგორც ყველა ადამიანობაში არ არის განსხვავებული არავისგან. იქამდე რომ ჯიმი ეუნება კი მაგრამ ფრანგებიო რა მე რო გითხრა პარლევუ ფრანსეო და რას მეტყვია და ჩაგარტყავ თავში რაღაცას რას ქვია რას გეტყვია ამ სისულელებზე კი მაგრამ ფრანგები გერ ლაპარაკობენ კი მაიცაო და ფრანგები ხო ადამიანები არიანო კიო და ადამიანები მაშინ რატო ლაპარაკობენო ხო და ესეთ ლაპარაკები აქვს და ანუ ზოგად ადამიანური გაგება ყალიბდება ამ ტივზე ამათ შორის და ჰაკსაც ეს უჩნდება და მე ერთი კულმინაცია ყველაფრის არის როცა ეს ჭიდილები ჰაკშია ეხლა ხო ვიცი ჯიმი სად არის ეხლა ხო ამ საწყალ მის ტომსონს ხო უნდა უთხრა რომ მისი მონა აქ არის გაქცეული და ეს ხო ჩემი ღვთიური მოვალეობაა მე რო ეს არ გავაკეთო ჯოჯოხეთში წავალ ამიტომ რა მაგრამ თან მეწოდება ეს ჯიმი კაცო რო თქვა ეხლა მაგრამ მეწოდება მაგრამ მე ხო არ ვიდა ჯოჯოხეთში ხო არ უნდა წავიდე და წესიერად ხო უნდა მოიქცე ხო სირცხვილია რომ ასეთი ის ვიყო კრიმინალის თანამზრახველი ფაქტიურად ხო და რა სიტყვიან ჩემზე საერთოდ როგორ ვიცხოვრებ ამის მერე და მოდი დავწერ რა მოდი დავწერ ამ წერილს და დაწერს წერილს და აი ჯიმი არის აქა და მომეშვა აი ეს არის რაც სწორი გავაკეთეო ეხლა ჯოჯოხეთში არ წავალ მაგრამ მე გავიხსენეო რომ აი რომ დაკარგული რო ვიყავი და ჯიმი არ უნახა როგორ გავხარდაო მე ის გამახსენდაო რომ ხანდახან მე მეძინებოდა ხოლმეო და ჩემ მაგივრად იდგა ვახტაზეო და არ მაღვიძებდაო და თვითონ უფრო დიდხანს ფხიზლობდაო როგორ მეპყრობოდა ესე შულს რომ ეძახდა რაღაცა დახევს და წავალ ჯოჯოხეთშიო უფრო მარტივად ვიგზნობ თავ ჯოჯოხეთშიო ვიდრე ჯიმი რო ჩაუშვავ ეხლა და ეს არ არის წარმოიდგინე ეს ამას აკეთეს ჰაკი რომ ისე ჯოჯოხეთი ის კი არ არის რაღაცა მეტაფორა მისი ჯოჯოხეთი არის რეალური მარადიული ტკივილები ცეცხლში იმიტომ რომ ესე აუხსეს ჯოჯოხეთი მაგრამ ხედავს რომ ჯოჯოხეთში მირჩევნია ყოფნა ვიდრე ჯიმი ჩაუშვა იმიტომ რომ უფრო შევწუხდები პრიორიტეტი ჩემთვის აღარ არის და მე ჯობია დავიკარგო კაი დაკარგული ვარ უკვე ამიტომ ქართულში არ გვაქვს ეს სიტყვა არ ვიცი low outlaw რა ვიცი როგორ აბრაგი ხო რა ვიცი აი რუსულად აკიდე ბესპრიძელში რაღაც აი რაღაცა ბატო ხო და გახდა ეგეთი იმიტომ რომ თუ ჯოჯოხეთში მიდიხარ უკვე მე არაფერი ზღვარი აღარ აქვს ხო ღვთისპირისგან გადავარ შეიძლება ასე თქვა რა ვიცი კანონ გარეშე რაღაცა აი კანონს რო აღარ დაგიდევს უკვე იმიტომ რომ რაღა კანონი უნდა თუ თავარი თუ ჯოჯოხეთში მიდივარ უკვე იმაზე ცუდი ხო აღარაფერი აღარ არის ამიტომ ჩემთვის კანონი აღარ არსებობს და აი აქ არის მე ვფიქრობ აი საბოლოო მონათულა ჰაკის რომ ჰაკი გადადის აი ძველი აღთქმიდან ახალ აღთქმაში რა ახალ აღთქმაში კანონები აღარ არის უკვე არის დილიგერეთ კვადვის
ხო, იმის მობიერი ღმერთი და ამის ხო და ხო, ქრივის ღმერთთან უფრო გავატარებ დროს ამ მის ვოტსონის ღმერთთანო ცოტა ხანსაც ვერ დავრჩებოდიო. ხო და აი ამ შემთხვევაში რა არის რომ რაღაცა წაყვა თავის ამ ხმას სინდისის და თქვა რომ აი რაც არ უნდა დავემართოს ბიბლია ფაქტიურად როგორც განუმარტავდნენ რომ აი ჯოჯოხეთს წახვალ თუ ამას გაკეთე იმ ცივილიზაციის ნაწილია მისთვის და უცებ აღმოჩინა თავის გულში ესეთი რაღაცა რაც იცის რომ დანაშაულია მაგრამ ამ დანაშაულთან უფრო მყუდროდ იქნება და უფრო კარგად ვიდრე იმ ცივილიზაციის წესიერებასთან ამიტომ გახდა სრულიად უწესო მიყვა გახდა კრიმინალის ასე ვთქვათ თანამზრახველი მაგრამ სინამდვილეში უკეთეს ადამიანად ხოლმე ასე გახდა ეს რო არ გაეკეთებინა მაშინ ვერ გაათავისუფლდა ჯიმს არ გაუჩნდებოდა იგივე აზრი რომ კაცო ჩვენ ერთნი ვართ ადამიანები ვართ და არნაკლები იმსახურებს ჯიმი თავისუფლებას ვიდრე ნებისმიერ ჩვენგანი არნაკლებ ტკივამას რომ ოჯახს დაცილდება ვიდრე ნებისმიერ ჩვენგანს ამიტომ არ უნდა იყოს დაგვერდით რომ ამ კონკრეტულ რაღაცას მე ვერ გავაკეთებ ამ კონკრეტულ სიტუაციაში მირჩენე ჯოჯოხეთში წავიდე ვიდრე ჯიმი ჩაუშვა მაგრამ მე თუ ამ კონკრეტულ რაღაცაში ესეთი ნაბიჯი გადავდგი, მე შეიძლება გამიშლეს იდეა რომ იქნებ თლიანად ის ჩემი ცივილიზაცია, საიდანაც მოვდივარ. იქაც არის რაღაცა შესაძლებელი. იქნებ ეს რაც აქ გავაკეთე, არ დაიკარგოს, არ ჩაიფარცხოს. არამედ რაც ახლა გავაკეთე, მე გამოდგეს იმის რომ იქ შევცვალო რაღაცა. პლატონის გამოქვაბულიდან გამოსვლის იდეა არის, გადგება გონებაში, არა? პლატონი გამოვიდეს ამ გამოქვაბულიდან დაინახოს რაღაცა, მე შევიდეს ამ გამოქვაბულში და ის წესი დაამყაროს, რაც გარეთ დაინახა. რო არ გამოხვიდე გამოქვაბულიდან, ვერც დაინახო, რაც უდი ხდება გამოქვაბულში. ანუ ჰაკისთვის აი ამ ტივზე გატარებულმა დრომ და ამ სიტუაციამ მოახდინა ის, რომ რაღაც სხვანაირი გახადა, აი უკანონო გახადა, რაც პავლე რო ამბობს. ვინცო სულიწმინდის მიხედვით ცხოვროსო, იმისთვის კანონი აღარ არისო. აი ჰაკიც ეგეთია. ცხოვროს სულიწმინდი, თვითონ არ ვერ ხვდება ბავშვია. მაგრამ ხო სულიწმინდი ცხოვროს, იმიტომ რომ რაღაცა გზნეობრივმა განცდამ შეიძლება სულიწმინდა დაარქვა ამ შემთხვევაში ამ გზნეობრივ განცდას. უთხრა რომ ამის გაკეთება ამას ვერ გაგაკეთებინებ. სოკრატეს დაიმონი რო ეუნება რომ რაღაც არ შეიძლება გააკეთო. და ესეთი რაც შინაგანი ხმა აქვს, რომ ამას ვერ გადავაბიჯებ, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ჩემთვის ვიდრე 60-ში მოხვედრა თუ ჯოჯოხეთში მოხვედრა. ეს სხვა უფრო ღრმა არის, ვიდრე ჩემი წარმოდგენები 60-ში და ჯოჯოხეთზე. ხო, გამოვიდა აქედან, აი, იმაში ჰარპერლის ვის უხმოს, რა ქვია, ვინ მოკლა ჯაფარა. ვის უხმოს არის და ჰემინგუეის ვის უხმოს არის სათაური გადავაბი. ვინ მოკლა ჯაფარა. აი, იქ არის ეს სეგრეგაცია, ეს რასიული ყურება, ის შავია მე თეთრი ვარ და ერთი აი დაკარგული ლოთი კაცი არის თეთრი. რომელსაც აი არაფერი პერსპექტივა ცხოვრებაში არ აქვს. რა ლოთობაში უნდა მოკვდეს, მაგრამ ზუსტად ის არის, ვისაც ყავს ზანგიცოლი. კომპლექსები აღარ აქვს რა უკვე. დაკარგული ვარ ცივილიზაციისთვის, ამიტომ თუ დაკარგული ყველაფერი შემილია. ის რაღაც ამოში ყველაზე თავისუფალი ისაა. აი ჰაკიც რაც თავისუფლის რომ მე დაკარგული ვარ 60-ში აღარ მიმიღებენ რა ვქნა მით უარ ეს 60-ში ვიყო ჯოჯოხეთში ოღონდ ჯიმს არ ჩაუშვა. მე ძალიან საინტერესოა რომ ტომ სოიერო გამოჩნდება ხო როგორ ელაპარაკება თან ეს ჰაკი ვითომ ტომ სოიერა თვითონ ეგ გასაგებს ტომ სოიერა თავს და რომ მოდიოდიო აქ ამ ორთქლის გემითო რამე ხო არ შეგემთხოვო გზაშიო და ვინმე ხო არ დაშავდაო და არავინ არ დაშავებულაო ზანგი მოკვდაო ანუ ზანგი მოკვდა იმაში დაშავებას კი არ შედის ანუ ზანგი ადამიანის კატეგორიაში და ეს პასუხია მაგარი რომ ხო მე კი ხშირად ხდებაო რომ ვიღაცა დაშავდება ხოლმეო და ის არც კი ხედავს რომ ზანგი მოკვდა kill the nigger წერია იმაში ინგლისურში kill the nigger არ არის რომ ადამიანი დაშავდა და ის დეიდაც ასე იღებს რომ ხო კიდე კაი რომ არავინ არ დაშავებულა და ანუ ჰაკი ამ შემთხვევაში ერგება მათ ცნობიერებას და თვითონ ამ ცნობიერებაზე აღარ არის უკვე მაგრამ საინტერესო არის რომ ტომ სოიერო გამოჩნდება უყურებს და რა დაგეშავეო მე რატო გამომეცხადეო ტომ სოიერო ხო მოკვდიო და კუდრებიო ეცხადებიან ვინც რაღაც დააშავო და დაუშავესო რაღაცა მე ხო შეიძლება არაფერი დამიშავებიო მე რატო გამომეცხადეო არატომ ცოცხალი ვარო როგორ ცოცხალი აი შემეხეო და რას ვის გავს ამ შემთხვევაში ჰაკი ქრისტეს სიტყვას ამბობს რომ შემეხე ცოცხალი ვარ მკვდარს არ აქვს ძვალი და ხორცი და შემთხვევითი არ არის იმიტომ რომ რასაც მე ჰაკი ეუნება ტომს თქოს ჰაკი ხდება ტომის მოციქული ტომი ძოლცნობიერებაზე დგას და ჰაკი ეუნება ჯიმი უნდა გავაპაროთ ტომი უნდა გავაპაროთ
მე ჩვენთანა ვარ, ბატონო. გარკვეული ხო ალუზიებია, ეს ალუზიებია ამაზე. რატო? იმიტომ რომ აი ის ახალი აღქმის ცნობიერება აქვს ჰაკს. და ტომი ჯერ კიდევ იმაშია, ძველწესიერებაში. და როცა ჰაკი მუხტავს ამ შემთხვევაში, ტომ სოიერი არის შთაგონება ჰაკისთვის ყველაფერში. ამ შემთხვევაში ჰაკი ხდება შთამაგონებელი ტომ სოიერის. მოდი, ჩვენს გავხდეთ, როგორ არის accomplice of the crime, ანუ დანაშაულის თანამოქმედები გავხდეთ. შენს მე ვარ დანაშაულის თანამოქმედი და მოდი შენს გახდი დანაშაულის თანამოქმედი და ტომი მე ამას ვაკეთებ, და ტომი მეც გავაკეთებ. და მე ჰაკი ამბობს, აი ამ დროსო ტომი ჩემ თვალში მაგრად დაეცაო. კაი, მე ხო დაკარგული ვარ და ისიც კი დაიკარგაო. ხო, მაგრამ არის ამაში ეს მომენტი, რომ ტომ სოიერი რაღაცა ჰაკის ცნობიერებას გადმოდის და ორივე ერთად მე ათავისუფლებენ ჯიმს. ბოლოში ცოტა ბალაგანი არის უკვე. ბოლოში ემსგავსება ჰეგბერფინი ტომ სოიერს და ის თავის ამ თავგადასავლე რაღაცა ერთი ვერსიაა, რომ შეიძლება მარკ ტვენმა ეს გააკეთა იმისთვის, რომ ტომ სოიერის შემოყვანა საერთოდ ეს ყველაფერი გააკეთა კომერციული მიზნების გამო, რომ უფრო ესეთი სახალისო გაეხადა და ბავშვებისთვის. სხვა შეიძლება დაიბეჭდა პირველი წერილები ჰეგბერფინზე, ვერც ხედავდნენ. აი ამერიკაში რომ სწავლობდი მაგალითად, მქონდა ეგეთი კურსი ამ რამდენიმე ამერიკელ ავტორზე და ერთ-ერთი იყო მარკ ტვენი და ჰეგბერი ფინი რომ დაწერა მარკ ტვენმა პირველი მევალებოდა აი მე-19 საუკუნის ბოლოდან რომ იწერებოდა რევიუები ამ ნაწარმოებზე გამოვიდა თუ არა იმის მერე და აი სადაც მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე თავიდან ვერ ხედავენ რომ ეს არის რასიულ საკითხზე და ამ სეგრეგაციის პრობლემის დაცვა და რაღაცა პირველ ამ რევიუებში მერე და მერე უფრო ღრმად და ღრმად იაზრებენ ამ ნაწარმოებს ანუ მარკ ტვენმა თავის დროს გაუსწრო ის თქვა, რასაც ეგრევე ვერ მიხვდნენ და მერე უფრო და უფრო ხვდებოდნენ. და ძალიან დიდი გავლენა ქონდა ამ ნაწარმოებს. აი, ამ ნაწარმოებს შეიძლება მეტი გავლენაც კი ქონდეს, ვიდრე ამ ცეცხლოვან მოქადაგეს. აი, რაღაცა შეიძლება იგივე გადმოსცეს ძალიან სერიოზულად. მაგალითად, რო კითხულობ ვაჟებ-შევალას სტუმარ მასპინძელს, აი, რაც ემართება აღაზას, მსგავსი რამ ემართება ჰაკსაც აქ. აი, აღაზას მიაჩნია, რომ ტირის ის ზუიადაურს და ებრალება, მას მიაჩნია, რომ ის აშავებს. მთელი თავისი თემის ცნობიერების წინააღმდეგ გამოდის და გონია რომ ცუდ საქმეს აკეთებს და თავის სინდისის კეჯნის. მაგრამ საბოლოო ჯამში მე დადგება მაინც სინდისის იმ აზრის ხარეს რომ მას ცუდი არ გაუკეთებია არაფერი პირიქით დაიცავს ამ ცხედარს ამ ძაღლებს მაგრამ არ დაჯიჟონ და რაღაც. ანუ თავისი ხმა ჩამოუყალიბდება. მიუხედავად რომ თავიდან ეგონა რომ ცუდ საქმეს აკეთებს. ანუ ყველაფერი ამხელდა სირცხვილი სინდისი ყველაფერი თავისი ძმა წამოდგა საფლავიდან და ამხილა მაგრამ მაინც მე დადგა თავის პოზიციაზე თავის ის რაღაცა ნათელი ემოცია რაც გაუჩნდა შეებრალა ადამიანი ხო აი მეტად შემრალდა რომ უცხოეთში კვდებოდა რაღაცა ხო ეს ცუდი რატო არის ეს და გაყვა ამას აი ჰაკიც ამას აკეთებს ჰაკთან ეს დანახუნებული არის რაღაც ბავშვური ცნობიერებით ხანდახან ძალიან სერიოზულ რაღაცებს ამბობს. ამიტომ ერთ-ერთ რევიუში წავიკითხე, მაშინ რომ კითხულობდი, რომ აი მარკ ტვენი ძალიან რთული ამოცანის წინაშე იდგა. იმიტომ რომ ხომ რაღაც მომენტში შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ეს ჰეგბერი ფინის ეს ბავშვური სახე არ მხოლოდ მიღაბი და იმის იქით დგას, აი ბრძენი, წვერებიდან ჭაღარათმიანი მარკ ტვენი თვითონ და ჭაღარათმიანი კაცი დგას და როგორ უნდა გააკეთო ისე რომ ეს ძალიან დიდი იდეები ისე მოათავსო ბავშვის ენაში, რომ აი ეს განცდა იმის რომ ბავშვი ამოს არ დაგერღვეს და არ იფიქრო ბავშვზე მხოლოდ მიღაბია. ამას ახერხებს მარკ ტვენი რაღაცნაირად, აი გულუფრთხილო ტონით, მაგრამ ისე ცერულ რამებს ამბობს, რომ ნებისმიერ ჩვენთაგანის არის ანგარიშის გასაწევი კი არა, სანამ კაცობრიო იქნება, მანამდე იქნება ეს. აი რომ ამბობს სინდისი ისეთი უცნაური რაღაცა არის, ასე იზამო გეტკინე, ასე იზამო ინანეფო. ისე იზამ მაინც ინანეფო. დაუდგენელი რამე არის სინდისიო. აბა რა უნდა გავაკეთო? ძაღლი მყავდესო, ეგეთიო, რომ ეგეთი დაუდგენელი, როგორც ჩემი სინდისიო, ერთ წამს არ ვაცოცხლედი, მოვკლავდი ეგეთ ძაღლსო. აი, ხანდახან არის ეგეთი მომენტი მართლა, რომ არ იცი რა არის სწორი, რა არის არასწორი. რომელი ნაბიჯი იქნება ნაკლებად რო შეგაწუხებს. აი, ჰაკი ამ დილემების წინაშე დგება. ეგზისტენციალური მომენტია, ხო ეს აი წერს მაგალითად ჟან-პოლ სარტრი, რომ კანტიანურ მორალითო, კი ბატონო, კატეგორიული იმპერატივი შეასრულეო, მაგრამ ხანდახან არ იცი რომელია კატეგორიული იმპერატივი. ესეც გესახება კატეგორიულ იმპერატივად, ისის გესახება კატეგორიულ იმპერატივად და ორი კატეგორიული იმპერატივი რომ ერთმანეთში ჯახშია, რომელია ერჩიო, ისევ ხარ ხახამშრალი, ისევ ხარ გადაუწყვეტლობის წინაშე. აი ამ გადაუწყვეტლობის წინაშე არის ხანდახან დგება ჩვენს წინაშე ჰაკიც.
და თავისებურად წყვეტს ამ პრობლემებს. ბოლოში ჰეპი ენდია, ყველაფერი კარგად სრულდება, ღვთაებრივი კომედიასავით და აქ მეც აქ გავჩერდები და თქვენს რეაქციებს დაულოდები. ეხლა თქვენ როგორ დაინახეთ აკი და მე რა გამოვტოვე ყველაფერზე მითხარით. მადლობა ყურადღებისათვის.